გამარჯობა პატივცემულო გამას მაყურებელო. როგორ ბრძანდებით დღეს? გამაგრებლინგისთვის მზად ვართ? მაშასე მეგობრებო, დღეს რიგითი შეჯიბრია გუნდური შეტაკება მარნეული თიმ დაუპირისპირდება Warriors თბილისის. რაც აღსანიშნავია, მინდა ვთქვა, რომ ორივე კლუბი არის შერეული ორთაბრძოლების წარმომადგენელი, ამიტომ როგორც ასეთი ფიზიკურად განვითარებული მებრძოლები არიან და ეს კიდევ უფრო შემატებს ინტერესს ჩვენს მატჩებს. სანამ დავიწყებდე უშუალოდ გუნდების წარდგენას, მე მინდა დიდი მადლობა გადაუხადო ჩვენს დღევანდელ საღამოს გენერალურ სპონსორებს. ეს არის კომპანია New Generation Technologies. გთხოვთ აპლოდისმენტები. ასევე დიდი მადლობა Global Promotion Groups. ასევე გთხოვთ აპლოდისმენტები. დიდი მადლობა მინდა გადაუხადო მხარდაჭერისთვის შენი პირადი სარეკლამო სააგენტოს. ასევე გთხოვთ აპლოდისმენტები დაუთმოთ ჩვენს მხარდამჭერს. და რა თქმა უნდა, დიდი მადლობა კონსტრუქციული საპროექტო ორგანიზაციას BG Project Georgia. აპლოდისმენტები მეგობრებო. ჩვენს დღევანდელ შერკინებებს უმსაჯებს რეფერი რინგზე საბა ბეგაძე. რეფერი კუთხეში გიორგი ხინჩაგაშვილი. მარიამ გოგიშვილი. და ასევე მინდა რომ აპლოდისმენტებით შეხვდეთ ჩვენს კომენტატორებს თემო მამაცაშვილი და გიორგი ბუჩუკური. ორიოდე სიტყვა მინდა მოგახსენოთ წესებზე, ვინაიდან წვრილი ცვლილებები შევიტანეთ. მას ჩვენ გვინდა რომ მაქსიმალურად სანახაობრივი ჭიდაობები იყოს და მაქსიმალურად მტკივნეულზე და მახრჩობელაზე ორიენტირებული თამაში, ასე ვთქვათ. ზუსტად ამას ამისწრაფებას ემსახურება ჩვენი წესების ცვლილებები. მაშასე, ძირითად საჭიდაო დროს დავამატეთ 1 წუთი. ანუ ბიჭები გამოდიან და ჭიდაობენ 6 წუთი. ამ 6 წუთის განმავლობაში ორივე მეტოქე ეცდება რომ დროზე ადრე დაამთავროს მეჩაპი, ან მახრჩობელაილეთით, ან საბმიშენით. გამარჯვებული მოჭიდავე რჩება, დამარცხებული კი გადის. თუ რა ხდება ძირითად დროში, თუ არ მოხდა მტკივნეული ან მახრჩობელაილეთი, მაგ შემთხვევაში მსაჯები წყვეტენ რომელი მოჭიდავე იყო უფრო აქტიური და ვინ იმსახურებს დომინანტურ პოზიციას. საჯების გადაწყვეტილებით ხმების უმრავლესობის რომელი მებრძოლსაც მიეცემა დომინანტური პოზიცია, ის ირჩევს back mounts, mounts ან side controls და ეძლევა წუთ ნახევარი რომ დააფინიშოს მაგ პოზიციიდან თავის მეტოქე. დაფინიშების შემთხვევაში გამარჯვებული რჩება, წაგებული გადის. თუ დაფინიშება ვერ მოხდა, მაშინ ორივე მებრძოლი გადის და შემდეგი წყვილი შემოდის. მე მგონი წესები გასაგებია მეგობრებო. მე პირადად მოლოდინში ვარ საინტერესო ჭიდაობების. თქვენ ტრადიციულად მინდა კითხოთ. მზად ხართ? ცოტა ომახიანად გამაგებინეთ რომ მზად ხართ. მზად ხართ თუ არა? ხმაური გვიხდება, ხო გახსოვთ? კეთილი. მაშინ თუ მზად ვართ, მე დიდი სიამაყით მინდა წარგიდგინოთ გუნდი მარნეულიდან. მარნეული თიმ მაშასე გუნდის კაპიტანი იმრან მამედოვი. მეგობრებო, იმრანი იწონის 85 კილოგრამს.
საქართველოს ბრაზილიურ ჯიუ-ჯიტსუს ჩემპიონია 2021-2022 წლებში, 2023-ში UWW-ს გრეპლინგის ბრინჯაო და ვერცხლის მედალისტი. იმრანი არის 24 წლის. ნაზიმ ჩერბანოვი მეგობრებო. ნაზიმი არის 24 წლის და არაერთხელ მიუღია მონაწილეობა საქართველოს გრეპლინგის ჩემპიონატებში და იწონის 90 კილოგრამს. შემდეგი წევრი მარნეული თიმის რამინ ელჩიევ. რამინი იწონის 85 კილოგრამს. არის პროფესიონალი MMA მებრძოლი და არაერთ გრეპლინგის ჩემპიონატში მიუღია მონაწილეობა. შემდეგი გუნდის წევრი ვიაჩესლავ კოპოტი. ვიაჩესლავი იწონის 80 კილოგრამს. არის პროფესიონალური გრეპლერი და MMA მებრძოლი. ვიაჩესლავ კოპოტ მეგობრებო. და მეხუთე წევრი ელვინ ბინატოვ. ელვინი არის 60 კილოგრამი, არის თავისუფალი ჭიდაობის სკოლის წარმომადგენელი, იგივე სპორტში არის საქართველოს ნაციონალური ნაკრების წევრი და არის პრიზიორი საქართველოს თავისუფალი ჭიდაობისა. ელვინი არის 23 წლის. მარნეული თიმ მეგობრებო. მარნეულის გუნდს დღეს დაუპირისპირდება Warriors თბილისი. და მე მინდა პირველი გამოვაცხადო თამაზ ბოჭორიშვილი. თამაზი არის 29 წლის. იწონის 80 კილოგრამს. მისი სიმაღლეა 182 სანტიმეტრი. არის ბრაზილიური ჯიუ-ჯიტსუს ლურჯი კამარი და AGP ტურის მედალისტი. თამაზ ბოჭორიშვილი მეგობრებო. ნიკა ნიკოლაშვილი. ნიკა არის 26 წლის, იწონის 84 კილოგრამს. ნიკას სიმაღლეა 182 სანტიმეტრი. არის პრო MMA მებრძოლი და ასევე საქართველოს გრეპლინგის ჩემპიონატის ჩემპიონი პოტიში. მანუ ჩარკვაშილავა. მანუჩარი არის 29 წლის, იწონის 63 კილოგრამს. მისი სიმაღლეა 165 სანტიმეტრი. მანუჩარი არის ასევე პრო MMA მებრძოლი და Max Fight ლიგის ჩემპიონი. მანუ ჩარკვაშილავა. ზურა ფირცხელიანი. ზურა ფირცხელიანი არის 25 წლის, იწონის 82 კილოგრამს. ზურას სიმაღლეა 182 სანტიმეტრი. ზურას აქვს ლურჯი კამარი ბრაზილიურ ჯიუ-ჯიტსუში და არის საქართველოს გრეპლინგის ჩემპიონი 5ჯერ. ზურა ფირცხელიანი მეგობრებო. და გუნდის კაპიტანი ბექა თამლიანი. არის 26 წლის, იწონის 80 კილოგრამს. ბეკას სიმაღლე 187 სანტიმეტრი და არის ასევე პრო MMA მებრძოლი და GFC-ს მოქმედი ჩემპიონი. გუნდი Warriors თბილისი მეგობრებო. მოგესალმებით ყველას, გამა Fight Hall-დან, გამა Grappling-ის ივენთიდან, მორიგი
შეჯიბრი გვაქვს დღეს თბილისში ძალიან მაგარი დაპირისპირება ორ გუნდს შორის, თბილისის Warriors-სა და მარნეულის გუნდს შორის. მაშ ასე, მარნეული თიმი ირჩევს, ვინ გამოყავს პირველი? ელვინ ბინათოვი. ვის დაუპირისპირებთ ელვინს? მანუ ჩარკვაშილავოს. Let's go! იწყება დღევანდელი საღამო, ჩემთან ერთად დღევანდელ საღამოს თემო მამაცაშვილი გაუძღება. თემო, როგორ ხარ, გამარჯობა? კარგად, მოგესალმებით. და პირველი ბრძოლა ერთი და იგივე წონით კატეგორიიდან გვექნება. ყველაზე დაბალი წონით კატეგორიიდან. ხო, პრინციპით აუხსნათ. მე გიორგი ბუჩუკური ვარ, მაგის თქმა დამაუწყდა. გამარჯობა კიდევ ერთხელ. 5-5-ზეა გუნდების დაპირისპირება. წესები არის შემდეგი: 6 წუთიანი პირველი რაუნდი იქნება, 6 წუთის განმავლობაში თუ არ დასრულდა submission only შეჯიბრია, submission only ტურნირი, ამ ტკივნეული მაყურებელი ეგრეთით უნდა დასრულდეს. თუ დასრულდება დღევანდელი შეკინებები. დიახ, და მთავარი ნაწილი, ანუ პირველი 6 წუთი იქნება, რომლის გამარჯვებულიც, ანუ ასე ვთქვათ, საჯები რომელსაც ჩათვლიან, რომ გაიმარჯვა, ანუ submission თუ დამთავრდა, რა თქმა უნდა, ბუნებრივია, ავტომატურად დამთავრდება, მაგრამ გადაწყვეტილების შემთხვევაში დამატებით მიეცემა წუთნახევარი უკვე გამარჯვებულს, რომ შეუტიოს დომინანტური პოზიციიდან. ეხლა როგორც ხედავთ, ფეხზე ჭიდაობას ხედავთ. ბრძოლებს ცდილობენ რომ გადაიყვანონ ერთმანეთი მიწაზე. მანუ ჩარკვაშილავა არის წითელ, მოდი კუთხეში ვიტყვით, პიჩი ჭიდაობენ და ბევრი კუთხეა პრინციპში, მაგრამ წითელ კუთხეში არის მანუ ჩარკვაშილავა, Warriors-ის წარმომადგენელი, Max White-ის ჩემპიონი, ხოლო მარნეულის გუნდს წარმოადგენს ელვინ ბინატოვი. 60 კილოგრამია ელვინის წონა, დაახლოებით იგივე წონა არის მანუჩარის იგივე წონის დაახლოებით. აი მანუჩარი ხა ცდილობს რომ შევიდეს ტანში. როგორც გაგვაცნეს, ელვინი არის თავისუფალი სტილით მოჭიდავე, რომელიც გრაპლინგში გადავიდა. და ნახოთ ხა რეალურად რას დაუპირისპირებს MMA-ის მებრძოლ. ცოტა გამხნევება უნდა ბიჭებს. Take down Bigwinda Mumlingas. მაესტრო ერთობა საქმეში, შეახუროს ცოტა სიტუაცია. პიტი უხდება გრაპლინგის ფორმატს, არა თემო? კი, ნამდვილად ბოლო პერიოდში ეს არის, ასე ვთქვათ, ყველაზე ახალი მიდგომა, ეგრეთ წოდებული invitational-ების შეჯიბრებზე და საქართველოშიც გამამ შემოიღო უკვე თავისი შეჯიბრებებისთვისაც. Gama Fight Hall-ში შეგიძლიათ იხილოთ ჩხუბები ნებისმიერ ფორმატში და სტილში, პრინციპში ყოველ შაბათ კვირას, შაბათს დღეს ძირითადად გრაპლინგი, MMA, მუშტიკრივი, რა თქმა უნდა, მუშტიკრივი. საიდანაც წამოვიდა ეს ყველაფერი და ახლა სწორად მანუჩარი ცდილობდა გადაეყვანა გილეტინა აღშაგენი, მაგრამ გილეტინას შეუტევს. არჩასაკიდან კარგად, აი ჩვენი კუთხიდან. თავი თითქმის გარეთ აქვს, მაგრამ ზოგადად მაგ მომენტში ხდება ხოლმე საკმაოდ ჭიდრო მახრჩობელა. რეალურად ტანის კონტროლი არ აქვს ახლა ელვინს და გაუჭირდება მახრჩობელის დასრულება, თუმცა უკავია კისერი და საკმაოდ დიდ ენერგიას ხარჯავს. მანუჩარიც ელოდება, როდის დაიღლება ელვინი და გაუშვებს. ეს განთავისუფლდა და უკვე ზევიდან შეეცდება შეტევას. გარჩია, ელვინის გარჩი მანუჩარი, ჩაკეტილი აქვს გარდი ელვინს. ეხლა ვნახოთ მანუჩარის guard pressing-ი როგორ გამოიყურება, შეძლებს თუ არა გარდი გახსნას და გაცდენაზე იმუშაოს. და ასევე ვნახოთ ელვინის გარდი როგორ გამოიყურება და შეძლებს თუ არა რაიმე საშიშროების შექმნას მანუჩარისთვის. ეხლა გადააბიჯა მანუჩარმა, გაცდა guards. side control-ში არის. ეხლა რომ დასრულდეს ეს ბრძოლა, პრინციპში მანუჩარი მიიღებს უპირატეს პოზიციას, შემდეგო წუთნახევრიან მონაკვეთში, სადაც შეიძლება დამატებით კი, takedown-ი ქონდა და guard pass-ი უდაოდ არის ჩემს უპირატეს პოზიციაში ხა მომენტში.
თუმცა კი ქონდა გილეტინის შეტევისთელობა. რომელსაც აი მაუნზე დაარქვა. გადაბიჯა. გადასრიალდა მაუნზე. ეხლა სამკუთხედზე დაიწყებს სავარაუდო მუშაობას, წარმოდგომას ცდილობს. მეტოქე დარიგებებს იღებს თავისი კუთხისგან. ნუ კუთხეში მთელი თავისი გუნდია რა თქმა უნდა. ბუნებრივია შეეცდება ხელების იზოლირებას. ამ მომენტში მას ეს ეგრეთ წოდებული ფითი ეხმარება, ეს გარშემო კედლები ეხმარება, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ ვერ ახერხებს hip escapes თეძოებით ასე გამოძრომას ელვინი. თქოს დედად არ ცდილობს, ცოტა ხوار დაიღალა ეს და ზურგი აიღო ეხა. ეგრევე. თუმცა არის შანსი რომ ზურგზე აღმოჩნდეს. უნდა მოახდინოს კორექტირება აძურეს ზევით. კონტროლი ცოტა კონტროლს დააკდა. ფეხზე შეტევას ცდილობდა, მაგრამ მეტოქე იგებს ზურგს. ასე კონტროლი სამეტროა დააჩა. განის კონტროლი არ ქონდა ეხა. ისევ გილოტინაში აღწავდა. აი ისევ იგივე ანალოგიური სიტუაცია არის. გილოტინაზე ცდილობს რომ შეუტიოს, მაგრამ მარტივად გაცდა ამჯერად მანუჩარი, რადგან არანაირი ტანის კონტროლი არ ქონდა ფეხებით ელვინს. აი ესე მაუნტს ამზადებს მანუჩარი, მაგრამ დრო ამოიწურა ამასობაში. 6 წუთი გავიდა. საკმაოდ ძნელი გადაწყვეტილება ელით საჯებს, ვინაიდან კონტროლში ჩემი აზრით მანუჩარი გამოიკვეთა, ხოლო უშუალოდ კივნეულების მცდელობებში მისი მეტოქე. მაშასე საჯები რას წყვეტენ, ვის აქვს უპირატესობა ამ უპირატეს პოზიცია დაიმსახურა მანუჩარ კვაშილავამ საჯების ერთხმოვან გადაწყვეტილებად. შეგახსენებთ რომ მანუჩარს ეძლევა დომინანტური პოზიციის არჩევის უფლება და წუთ ნახევარი აქვს რომ დააფინიშოს სადოს, რომ დააფინიშოს ამ დროში მეტოქე. ზურგი აირჩია მანუჩარმა სიტბელთის პოზიციიდან იწყებენ, შეგახსენებთ. ვნახოთ, რამდენად წარმატებული იქნება ეს ცდელობა. ეხლა წუთ ნახევარი ექნება შესატევად მანუჩარს და რომ დაასრულოს ბრძოლა, უნდა მოახდინოს ერთი ხელის იზოლირება მაინც და მერე კისერზე შეტევა. თუ არა და ორივე მოჭიდა რომ გამოვარდებიან ხელებს ებრძვის. კარგი არა ხელთათმანები არ უკეთეთ პრინციპში რატომ დააკეთოთ, მაგრამ ხელთათმანით თულია შეტევა. კეტავს. სავარაუდო პასაუპირო გამარჯვებას მოგვიწევს და პირველი ფინიში შესანიშნავი. მანუჩარმა მოიპოვა გამარჯვება დამატებით დროში. მანუჩარ კვაშილაოს გამარჯვება. ეს ნიშნავს რომ მანუჩარი რჩება ჩვენს ფაით პიჩში, მხოლოდ მარნეულის გუნდს კი შემოყავს შემდეგი მეტოქე და ეს არის რამინ ელჩიევი. აპლოდისმენტები მეგობრებო. თუ მოიგეს მებრძოლი, ის რჩება პიჩში და დაელოდება შემდეგ მეტოქეს გუნდიდან. მისი ყოფილი მეტოქე, აწუყე ყოფილი მეტოქე კი გამოეთიშა ასპარეზობას პირატოს მშვიდობებით. აქ ზომაში სხვაობა ბუნებრივია, წონაშიც. კვაშილავაში ახლა მაითი მაუსი გაიგვიძებს და თავისი დიდი მეტოქე უნდა დაამარცხოს. პრინციპში გრეპლინგის ერთ-ერთი უპირატესობა ეგ არის თემო. კი, რა თქმა უნდა, ტექნიკა ბევრს ყვითავს. თუმცა დაგლილიც არის ხა ბუნებრივია მანუჩარი, იმიტომ რომ პირველი ბრძოლა არ იყო მარტივი ჭკუ.
არ იყო და ეს საკმაოდ დამღლელი არის. შეუკრავეს სამკუთხედს. ვიდაყო ჩატოვებული აქვს კარგად ჯერჯერობით, ვერ ახერხებს ბოლომდე ხელების შაკეტოს მის მეტოქი. პოზიციური უპირატესობა აქვს, რა თქმა უნდა. კი, გადაიყვანა მიწაზე. ზომა გამოიყენა თავისი და ეხა ჰავგარდში ყავს მანუჩარს. წამოიწია ფეხზე. ცდილობს უკეთესი პოზიცია აიღოს, ხელის იზოლირებას ცდილობს ეხლა. მარნეულის გუნდის წარმომადგენელი. ვერ ახერხებს გარის გაცდენას. ყველა ამ კუთხეში მოდის. მანუჩარ კვაშილოვას თავის კუთხესთან აჭიდავენ. ჩვენთან კი ახლოს არის, მაგრამ ცოტა გვეფარება გუნდი. ერთ-ერთ ხალხი ვისაც ვერ ვიტყვით გაიწიეთო, ისინი გვეფარებიან. თელი ორი წესიდარიგით თემოშე ზემოდან რა სიტყვი. ვერ ხედავ მეც კარგად, მაგრამ ეხა გილოტინაზე უტევს. გილოტინაზე შესაძლოა. შეიძლება აიღოს კიდეც რამინი. მარტივი ბრძოლა მქონდა პირველი კიდე ხო, მაგრამ რთულია ორი მატჩი ზედიზედ. აქ შეიძლება პიც გავცდეთ. საზღვრებს ნუ გადავალთ, თუ შეიძლება ჩაუბრუნდეთ. პიჩი აქაც ვერ დაეტია. შეკინება. ხა რეალურად თავარი მიზანი მანუჩარის არის რომ გადარჩეს ბოლომდე. აქაც და მერეც პოტენციურად. ხო რომ ორივე გამოიწეს და გამოვალა ორი მეტოქი დამარცხებული. კი. იქნება არ უნდა დაფინიშდეს, ეს არის მანუჩარის ამოცანა, რაც მარტივებს, მაგრამ თან მარტივი არ არის, ხა ძალიან აგრესიული ფიზიკურად შენზე დიდი მეტოქის წინააღმდეგ, თან ადამიანის წინააღმდეგ, რომელმაც აშკარად იცის თავის საქმე ნორსაუს პოზიციაშია, ხა. კი და მაგჩობელაზე მაგ პოზიციიდან უტევს ეგრეთ წოდებული ნორსაუს შოუქით. ეს არ არის ადვილად დასასრულებელი მაგჩობელა. რამდენად ახლოს არის შენი აზრით? შუბლიდან სისხლი მოსდის მანუჩარს აშკარად გაჭრილობაში. ჩემი აზრით კი, შუბლი გაუჭირდება. გაჭრილი აქვს. თუმცა საკმაოდ ღრმად აქვს აღებული. მიყვება ეხლა მეტოქეს ბრუნავს მასთან ერთად. მოუწია რომ გაუშვას ხელი და შეტევაზე უტევს, მაგრამ ფეხებზე მუხლებზე წამოჯდა მანუჩარი. შეიძლება ეხლა რომ ჰუკები არ ჩაადებინოს. ეგრეთ წოდებული ჰუკები ან ფეხები არ ააღებინოს კონტროლი ზურგიდან. კარგი და ცუდი ამბავი მაქვს თემო მანუჩარისთვის. ჯერ არ დაფინიშებულა ამ შერკინებაში, მაგრამ მეტოქე რადგან მეტოქე შეტევაზე მთელი ბრძოლის განმავლობაში წუთნახევარი მას ექნება პოზიციურად უპირატეს პოზიციაში. სავარაუდოდ ეგრე იქნება, მაგრამ მაგიტომაც თქვი ორივე ნაწილში უნდა გადარჩეს ხა მანუჩარი. აქ ამ ბრძოლის შემოტრიალება აქ ახლა საკმაოდ გაუჭირდება. რადგან მეტოქეს დასვენებული არის და თვითონაც საკმაოდ დაღლილი და წონაშიც სხვაობა არის საკმაოდ. ერთი ჰუკი ჩადო ამინმა. ფეხის კონტროლებას თავს არა. ჯერჯერობით თერთლ გარჩია, კუს გარჩია ეხლა მანუჩარი, მაგრამ ვერ უხერხებს ვერაფერს. მოატრიალა მის მომენტოქემ ხელის იზოლება ვერ გაკეთა შემოტრიალდა და მუხლის შეიტანა ეგრევე გარდი დაიბრუნა და ეხლა გარდი უნდა ჩაკეტოს ჩემი აზრით და რეალურად ეს საშუალებას მისცემს რომ შეანელოს ზოლა ასე. გამოგაფექსე საერთოდ აბა რა მანუჩარკაში მეტოქეს უკვე დაიღალა. კი ბატონო. ხო, თემა ეგ არის ეხლა რომ ეხლა რომ მისი მეტოქე უკვე დაიღალა. ამ ღრმა წყლებში პროფესიონალ უფრო გამოსვლის ახალგაზრდა ფეხში უნდა შევიდეს ეხლა ორ ფეხში შევიდა და ისე არჩევს თავარია. ისერი ჩატოვა ისევ, მაგრამ ტანის კონტროლი არა აქვს მეტოქეს და შანსი აქვს რომ შემოუვარს, თუმცა წონის გაკონტროლება უჭირს ეხლა ატრიალებს რამინი და ისევ ზედა პოზიცია აიღო ჯანი წონა. ნუ მაგასაც ვერ გავიქცევით ფაქტორი არის. მარტივ ფიზიკა.
ხავს კაი შეტევის ცდილობა ისევ რამინს. სადღაც 20 წამირჩება. აწამიანი ნიშნული. ძალიან გაუჭირდება ახლა ვინმეს რამის გაკეთება. შესაბამისად გადავალთ ისევ პოზიციურ ბრძოლაზე. გასულდა. მიუხედავად ბევრი მცდელობისა საბმიშენზე მანუჩარმა შეძლო რომ ძირითად დროში გაეძლო და გადაეყვანა ბრძოლა დამატებით დროში. საჯებს ვკითხოთ ვინ დაიმსახურა პოზიცია როგორც ვიფიქრეთ რამინ ელჩიევი ირჩევს დომინანტურ პოზიციას. რამინ ელჩიევი აირჩევს პოზიციას. რა თქმა უნდა მას მიანიჭებს უპირატესობა საჯებმა და იღებს ზურგს. ვექტეიქს ირჩევს რამინიც. ოღონდ ახლა ნაკლები დრო ექნება, ეგ არ დაგავიწყოთ მეგობრებო, წუთ ნახევარი ექნება, იმისთვის რომ გამარცხოს. წუთ ნახევარი აქვს რამინს რომ დაამთავროს საბმიშენი. დომინანტური პოზიცია წუთ ნახევარი. ეს მატჩი. აუ ნახოთ შეუძლია თუ არა ამ გამარჯვების მოპოვება რამინს თავისი გუნდისთვის რომ ორივე არ გავარდეს. და შემოტრიალდეს რომ ეთოქისკენ თემ რა სიტყვა. ზურგი უნდა დადოს ტატამზე, ახლა სამკუთხედს კრავს. რამინი რაც სწორი გადაწყვეტილება, იმიტომ კონტროლისთვის უკეთესი მომენტი არის. რა ცდილობს აი ეგრეთ წოდებული ნეკრენკის გაკეთებას. ხელებით ბრძოლა არის ახლა უმნიშვნელოვანესი რომ არ მიცეს საშუალება კარგად ხელების შეერთების და მერე შეკვრის. დაიღარა მარნეული მებრძოლი. პაუზა გააკეთა მცირე. მე ხა პაუზები დროა. სამიშენებზე შეტევა საკმაოდ დამღლელი არის, იმიტომ რომ ცდილობს ასე ვთქვათ, საკმაოდ დიდი ენერგიის დახარჯვას რომ დაასრულო ბრძოლა. ამ მომენტში ბუნებრივია ოპონენტის თავს იცავს. ახლა არავინ დამწყები არ არის. ეს უნდა ებრძოლოს. იდახს უნდა მიაწვეს. ამ მომენტში ანჩაკაშილავა ახლა იმიტომ რომ არა აქვს კარგად სწორად იქცევა მიაწვა ხელს გაუხსნა აწამიანი ნიშნული და არა უნდა გააგრძელოს გააგრძელოს ადასრულებულად ჯერ ბრძოლა ეს აწამიანი ნიშნული იყო და ახლა დასრულდება ბრავო მანუჩარგაშილავა გადარჩა მანუჩარი და მეორე ოპონენტის გამოაგდო მარნეულის გუნდი მანუჩარმა შეძლო ამ სერიოზული შეტევების გადატანა და გადარჩენა, რაც ნიშნავს, რომ ორივე გრეპლერი ტოვებს ჩვენს fight pits და შემდეგი ვინ შემოყავს Warriors-ის გუნდს, მე მაკითხვა. არა, თქვენი ჯერია ბიჭებო. ნიკა ნიკოლაშვილი შედის გამოსტილი გრეპლერი, მათ შორის გამას შემოყავს. მარნეული თიმ ნაზიმ ჩერპანოვი ნაზიმ ჩერპანოვი 90 კილოგრამს იწონის ნიკას წინააღმდეგ ნიკა ნიკოლაშვილი არის 87 კილოგრამი თითქმის ერთ და იგივე წონა არიან დაახლოებით იგივე პროდიტიჩას ნაზიმის უფრო დიდი ჩანს შედის პექში კისერზე და კარგი შანსი აქვს რომ დაასრულოს. არა, ჯერჯერობით ჩაკეტილი არ აქვს ბოლომდე, მაგრამ კისერზე კონტროლი აქვს ნიკას. ფეხების ქვეშ შეძროვა ცდილობს ნაზიმი, არა, არ გამოუვიდა ნიკა ჩაჯდა, გაიმყარა. მან თავი გადაირჩინა, ეხა ჩატრიალებას ცდილობდა ეს, მაგრამ საპასუხოდ პასუხობს. ფეხის კილოები დაბადართულია. კი, ყველანაირი დართული არის, მათ შორის შიხუკებიც. ყველანაირი ნებადართულია. რა გინდა სულო და გულო? წაიღე კიდური.
გარჩია ეხლა ნიკა. ფეხებს გასტიო ეძახის გუნდი და საბოლოოდ უნდა გააკეთოს შემდეგი, უნდა გადავიდეს, უნდა გაიმჯობესოს პოზიცია, გაიმჯობესოს. გადავიდეს საიდ კონტროლში. ავგარჩინების მე შემტევ პოზიციაში გადავიდეს. თუ გეგმა არ არის ის რომ პირატეს პოზიცია ძალიან სულად დაკარგა ბალანსი და დაეცა. შესაბამისად უკვე ნაზიმი აღმოჩნდა ზევიდან. საკმაოდ ესეთი კრეატიული გრეპლერია ნაზიმი და თან კარგი ტექნიკით არა, დავიდანვე კარგად დაიწყო იქ. უბრალოდ გილოტინაზე ჩარჩა. ხა ისე ფეხზე გადადის, რაც ნუ შეცდომა არის, იმიტომ რომ ზედა პოზიცია ქონდა და ნუ კიდევ დაკარგა. ეხა დაიბრუნა ისე, მაგრამ შანსი იყო დაეკარგა. მაკულები არ არის ბუნებრივია შესაბამისად. მაგაზე სანერვულო არ აქვს, მაგრამ მაინც პოზიცია არის. ხო, რა თქმა უნდა, და საჯების თვალში აგრესორად თუ გამოჩნდები, უპირატესობა შენ გენიჭება, ხო? ერთადერთი რაუნდი ბონუს რაუნდი ინიშნება და ისიც უფრო აქტიური ბრძოლისთვის. ეხლა რაღაც საიდ კონტროლში მის საუფლება გადასვლის ნაზიმს ნიკავდა. აი ყველა პოზიციიდან ხელოსო ფეხზე შეუტიოს. აქვს თუ არა შესაბამისი პლაცდარმი. შეგახსენებთ ორი მებრძოლი დაკარგა ჯერჯერობით მარნეულის გუნდმა, ერთი მანუჩარკვაშილავა ორიორსმა და მანუჩარკვაშილავამ შეძლო რომ პირველი დაემარცხებინა და მეორესთან ზომის უპირატესობის მიუხედავად არ დაეთმო ბრძოლა. ეხა შემდეგ დაპირისპირებაში უკვე დიდ ბიჭებში ავედით, ორივე საკმაოდ ისეთი თანაბარი ზომის და წონის გახლავთ. ნაზიმ ჩერპანოვი წარმოადგენს მარნეულის გუნდს, ხოლო ნიკა ნიკოლაშვილი წარმოადგენს ორიორს და ფეხზე წარმოხდა ამასობაში. სიოს ფეხები გაუკონტროლოს, გადააკერავა. ვერანდერის აღებას ცდილობს და აიღო, მაგრამ თორთოლში გადატრიალდა მუხლებზე. ნაზიმი პერუვიან ნექტაის უტევს. პერუ თბილისის ქუჩებში ქსნის ქუჩაზე და ეგ არის. მე მგონი გამას ისტორიაში პირველი პერუვიან ნექტაი. ბრაო, პერული. ეს ძალიან მე მგონი თუ არ ვწდები პერუვიან ჩოუკი იყო ეს. ხო? და ძალიან იშვიათი საბმიშენით ნიკა ნიკოლაშვილმა მოიპოვა გამარჯვება. და მარნეული თიმს თვით კაპიტანი შემოდის. იმრან მამედოვი. იმრან მამედოვი 85 კილოგრამის მებრძოლი 201 ისე მიდის საქმე რომ მგონი ადრეული ღამე ექნებათ მარნეულის გუნდს. ის უკვე მეოთხე მებრძოლია მათი მხრიდან. სამი დაკარგეს უკვე და მეოთხე მეხუთე დარჩათ ხოლმე და მხოლოდ, როდესაც Warriors ნიკას გარდა სამი დასვენებული გრეპლერი ყავს. მარაში საკუთხედზე უტევს ხა. იმრანი ჩაკეტა საკუთხედი, კუთხეც აიღო. აქ შეიძლება არა, იმდროინდ ჯერნიკა, მაგრამ დანებდა. ბატონო. საკმაოდ სწრაფად მოახერხა. ვაუ, ელვინმა მოიპოვა გამარჯვება თავის გუნდისთვის. და სამკუთხედში კი დაიჭერა, მაგრამ მე მგონი ამბარით მოიპოვა გამარჯვება. ვინ შემოყავს Warriors? თამაზი ბოჭორიშვილი. შეგახსენებთ რომ Warriors თამაზისთან ერთად კიდე 3 მოჭიდა ვერ რჩება, ხოლო მარნეულს იმრანთან ერთად 2. თაზოს აქვს საბმიშენები ზირთად შესრულებული 9 თამას. ო მოისურვა საკმაოდ აგრესიული მოჭიდავია. თაზო ხა ფეხზე უტევს. აი შეტევა ქონა საკმაოდ თოჰოლზე. მაგრამ ეხა გარჩი აღმოჩნდა ფულ გარჩი. იმრანის ისევ სამკუთხედი შეკვრას ცდილობდა არჩა. ბატონო. მიუხვდა ჩანაფიქს აქ. დაბლანდერის გაცდა ეხა კარგად. გარც თაზოდა შეიძლება რომ თავის შეტევა შეთავაზოს დომინანტური პოზიციით. კრუსიფიქსში გადადის. თქოს რაღაც მომენტში ხელი დაუტყოვა, თუმცა შემდეგ გააშვებინა ხელი. მეტოქემ
კარგი ამბავი ახლა მარნეულობრივი მებრძოლისთვის ის არის რომ არ დაღლია წინა ბრძოლაში საკმაოდ მარტივად შე როგორც თქვი მოახერხა თემო სამკუთხედი შეკრა და თაზოსთან უფრო მეტი ენერგიით არის შესული. თან ისეთი სტილის მებრძოლია რომ დიდ ენერგიას არ მოითხოვს მისი თამაში, გეიმი. და მოხერხა ახლა ხამას გაუშვა ხელი და არაფერი არ არის მან თაზო ახლა პანტალონს კაი მოცელა ძალიან გარდიდან რომან დოლიძის გავსად მოცელა ახლა რომან დოლიძე ჯეკერმანსონი თუ გახსოვთ ორჯერ გაუკეთა ეგ დოლიძემ ერმანსონს ხელების იზოლირება უნდა გააკეთოს ახლა თაზომ მოუწია მაუნთის დატოვება იმიტომ რომ ალბათ ფეხზე შეტევის საშიშროება იგძნო თვითონვე გადმოვიდა აქ მეგონი თავარი სამთხე სამკუთხედებიდან არის თემო შეხედა ფეხები ძელი ფეხები აქვს და კარგად უტევს მაქედან უნდა გასწორდეს თაზო ეს არ არის MMA ჯობია რომ გასწორდეს და შეეცადოს გარდის გახსნა ჯერ მხოლოდ 2 წუთია გასული ამ დაპირისპირებაში იმდენი რამ მოხდა ცოტა მეტი მეგონა საკმაოდ სანახაობრივი დაპირისპირება მატჩები გვაქვს დღეს ანუ ერთმა ერთ დამატებითმა რაუნდმა უშველა რა ანუ საშუალო არაფერს არ ქონდა მაგრამ მაინც კარგად წაადგა იმ ძირითად დროს ჩვენ საუბრობდით ეთერგარეთ ამაზე და შენ ნახსენ რომ ზევიდან აქტიურად იმუშავა და სწორედ ასე აგიქთეს ყველაფერი მაგის თქმით ბატონო ჯერჯერობით კარგად მის ყველაფერი ხა შანსი აქვს აქ თაზოსო გაცდეს მუხლი მუცელზე თუმცა ისე ფეხზე შეტევა გადაწყვიტა მე ზოგადად არ მიყვარს ზოგადად ესეთი კონტროლის გარეშე შეტევები გაუმზადებელი მაგრამ ასევე ქულები არ აქვს და საკარგი შესაბამისად უფრო გამართლებულია როგორც ახსენე გიორგი თამას ბოჭორიშვილს ორ კვირაში სადღაც აი ხა კაი შანსი აქვს გამა MMA-ზე იბრძვის ორ კვირაში აქ ხურდება მაგრამ საკმაოდ რთული მეტოქე შეხვდა მინდა გითხრათ კაი გასახურებელი მატჩი მაგარი გასახურებელი თუ სადმე უნდა გახურდა იმრან მამედოვი დაეხმარება ამ ყველაფერში შეამზადებს ორ კვირის შემდეგ დაპირისპირებისთვის ხო თქვენ კი შეგახსენებთ რომ თუ ერთ-ერთმა ვერ დააფინიშა 6 წუთიან მონაკვეთში საიდანაც 2 წუთნახევარი დარჩა ოდნავ ნაკლები წუთნახევრიანი ეპიზოდი რაც დაემატება იმის გამომშვით თუ ვერავინ დააფინიშა მაგ შემთხვევაში ორივე ეთიშება ასპარეზობას და ერთი მებრძოლი რჩება მარნეულს და ორი რჩება უკვე თარაორი ფრიცხელიანი და თამლიანი რჩებიან აქეთ ნუ ბუნებრივია ეს დამგლელი არის ხა ორივე მოჭიდავისთვის და განსაკუთრებით იმრანისთვის იმიტომ რომ მეორე მატჩი არის მაინც რაც არ უნდა იყოს შანსი აქვს აქ თაზოსო გაცდეს კაი მცდელობა ქონდა უნდა წამოდგეს ხა იმიტომ დაკარგას პოზიციას შეუძლია წამოდგეს და მარტივად ჰაი-სტეპით გაცდება ეგრე საით კონტროლში იბრძვის იმრანი იმისთვის რომ გამიჯობოს ეს პოზიცია მაგრამ მოჭორიშვილი საკმაოდ კომფორტულად უკვე კომფორტულად აკონტროლებს მას საით კონტროლში საით კონტროლის პოზიციიდან თუმცა ჯერჯერობით სამიშენი მტკივნეული მახრჩობელა არ ჩანს ჰორიზონტზე ხელზე უტევს ხა ჩემთან არ ჩანდა ამოგვიჯა ხელი ფეხზე გადადის თავად იმრანი თავად ტრავმა არ მიიღოს ახლა არც ერთ მუშაობ იმრანს ზედა პოზიცია თითქოს არც უნდა არც ეძებს უბრუნდება უკან სულზე კარგად გზნობს თავს თავდაჯერებულად კომფორტულობა აქედან მუშაობა დეტალურ მეთითებებს იღებს ფრიცხელიანისგან შუაში გამოიყენოს მაგრამ
არა, ეხა უკვე გვიანია ყველაფერთვის ჯობია დაისვენოს და შეინახოს თავი წუთნახევრისთვის, იმიტომ რომ დიდი ალბათობით მას მისცემენ საშუალებას საჯებირო აიჩეს პოზიციაზე. საკმაოდ დაძაბულ შერკინებაში მებრძოლებმა ვერ შეძლეს ერთმანეთს დაფინიშება ძირითად დროში და ვკითხოთ აბა მსაჯებს ვინ დაიმსახურა დომინანტური პოზიცია თაზო ბოჭორიშვილისაა დომინანტური პოზიცია აბა რას აირჩევს თაზო ტრადიციულად ბექთეიკი აერჩია თაზონ და წუთნახევარი აქვს წუთნახევარი ბოჭორიშვილის რომ აქედან მოახერხოს მეტოქე პრინციპში ერთ-ერთი ყველაზე დომინანტური პოზიცია რაში შეგიძლია იყო ყველა კომბატ სპორტში ის შესაძლებლად ერთ-ერთი და დღევანდელი წესებით საკმაოდ ხელსაყრელი ახლა შეკრა ხელები ბოჭორიშვილი სამიშერით რერნეკი ჩოუკით ნუ უფრო სახე მოუგრი ხა მოიპოვა რერნეკი ჩოუკით თაზომ გამარჯვება წარბის ქვევით ყველაფერი მოსულა და შეგახსენებთ რომ Warriors სერიოზული უპირატესობა აქვს და ძალიან საინტერესოა თუ შეძლებს ბოლო მარნეული თიმის გრეპლერი ვიაჩესლავ კოპოტი ამ სერიოზული გამოწვევის გამკლავებას თაზო გთხოვ საჯებთან გამომცხადდი თორე საბა უკვე ბრაზდება ვეჩესლავ კოპოვი არის ბოლო მებრძოლი მარნეულიდან თაზო ბოჭორიშვილი თამაზ ბოჭორიშვილი ჩება Warriors-იდან და კიდევ ორი ყავთ მარაკში აქ ისევ იგივე სიტუაცია არის თაზო საკმაოდ დაღლილი იქნება ეხლა ყველა ვარიანტში საკმაოდ სუპლექსი რატომ სუპლექსი როცა სამი კაცი ყავს დასამარცხებელი ჩემი კითხვა ეგ არის მაგრამ ნუ დიდ ენერგიას მოითხოვს თაზო ამ შემთხვევაში გუნდურად უნდა გადარჩეს მხოლოდ და მხოლოდ თავზე აწევავია შესწავლი აეგრევე მაუნზე დაახლა კარგად გაცდა საკმაოდ მაუნს რა ფეხებს და დათაფა ეს მოსაოდნელი იყო თაზო ბოჭორიშვილი ეთიშება ასპარეზობას ნორმალურად ვერც დავინახე თუმცა როგორც დავინახე ეს იზიკიელ ჩოუკით ვიაჩესლავმა წინ რასაც სერიოზული შესრულების ტეიქდაუნი მოყვა წინ დაამთავრა ერთზოლა შემდეგი შემოდის ზურაფილცხელიანი შეიძლება იყოს ბოლო დღევანდელი საღამოს ბოლო დაპირისპირება იქ ეგრევე ფრინავ ანბარზე უტევდა მაგრამ არ გამოუვიდა ფირცხელიანი ზურაბ ფირცხელიანი პროფესიონალი MMA-ის მებრძოლი 8-3-ზე რეკორდი ისე მათ შევიდა მაგრამ ისერზე უტევს ამოხებას თივობს ბატონო გადარჩა ეხა ორი გორილა დაეჭახა ერთმანეთს ძლივს გაუძლო ფითმა ბარა ზოგადად თორსები რაში სავსაც MMA-ის გამოცდილება აქვს და MMA-ის მებრძოლები სხვანაირები არიან გრეპლინგში თემო ყველა შეხებაზე ცდილობენ რომ გატკინონ მე თუმეტეს თუ შენი კისერი აქვს და რამე შენი კიდური აქვს ცდილობენ მოგაძღონ კი უფრო ფიზიკური ბრძოლის სტილი აქვს ბულინგია ჩაოლებრო ეხლა ეს ყველაფერი დიდ ენერგიას მოითხოვს როგორც ვახსენეთ და თუ მერაბ დვალიშვილი არ ახარ ამას ძალიან დიდი ხანი ვერ გააკეთებ ეხლა რეალურად გუნდურად რომ მიუდგეთ ამ ყველაფერს გასაგებია რომ ფერცხელიანი ეცდება რომ თვითონ გაიმარჯვოს ამ დაპირისპირებაში და სწორიც არის ამ მიზნით უნდა იყოს თუმცა მაქსიმალურად უნდა დაღალოს მეტოქე მაქსიმალურად ამუშაოს იმისთვის რომ თუ საქმეზე მიდგა და თამლიანი ჩაერთო საქმეში
თამლიანს უკვე გამზადებული კერძი შეხვდეს, ასე ვთქვათ, ინგრედიენტები უკვე დამუშავებული და კერძი მოამზადოს მიირთოს უბრალოდ. ხო, ბუნებრივი, ანუ ყველაზე ცუდი სცენარი მისთვის, ეგ უნდა იყოს. ყველაზე ცუდი სცენარი კი ბატონო. ისევ იგივე ხელზე შეტევას. იცი რას ვიძახი, რომ ნებით არ უნდა ეცადო რომ ჩაათრიო. არჩი უბრალოდ ესე უნდა დაღავო. აი ფიში გამოიცდება დღეს. ხო, ფიტი გამოიცადა უკვე მინდა გითხრა ჩააბარე გამოს 10-იანი. რა თქმა უნდა ჩართულია და 3 წუთნახევარია დარჩენილი 6 წუთიანი რაუნდის დასრულებამდე. ჯამში 6 წუთიანი რაუნდის დასრულებამდე. იმედია კარგად არის. ვიცხელიანი. ამოძრა ეგრევე. სათქატა. აი კიდევ კარგი დაგვიზიანდა სპორტსმენი. აპლოდისმენტები. ასეთი სისწრაფეა და ასეთი ატლეტიზმი ბევრ სპორტში ხშირად არაა. Gentlemen, შენ არის პარაშუტებში გააკეთო ინვესტიცია, მგონი მაგის დროა ხო ესი მაესტრო მგონი პარაშუტები ჯობია. იყიდევან ბადე, უსაფრთხოების ბადე. სამშენებლო ობიექტია წავიდა. კარგია რომ ფრიცხელიანი კარგად არის, იმიტომ რომ ჩვენ დასაზიანებელი და კარგი მოძებნები არ ყავს, ყველას უფრთხილდებით. ციუნი აქვს არ ვაკარებთ. იმიტომ რომ კარგი პერფორმანსები გვაჩვენა. კისერზე. ტანკია ჩვეულებრივი, იმიტომ რომ პირველი სართულიდან გადავარდა და მე გადარჩა. რამხელა. ეხლა რთული აგიხსნათ. მინიმუმ 1.80 მ-დან ჩავარდა ფრიცხელიანი თან ისე აგრესიული. არა მეტი დაიყვანა. შვენიერი მეგონი მაგან გამოაფხიზლა ჩავარდა. გააბრაზა და ეხლა შანსი აქვს რომ შეუტიოს და გაცდეს გარც პირადულზე მიიღო. MMA-ს მებრძოლს პირველ სართულიდან ჩამოვარდა ვერაფერს დააკლებს შემო. აი მაუნთი თუმცა ამოატრიალა ისე ფიზიკურობით. აი შეტევა ფრიცხელიანის შესრულებით. კარგად გამოიყურება ეს ურან. 2 წუთზე ოდნავ ნაკლებია დარჩენილი. შეგახსენებთ ეს არის ბოლო ან ბოლოს წინა დაპირისპირება, იქიდან გამომდინარე რომ ერთი მებრძოლი დარჩა Warriors-ის გუნდს, ხოლო ეს ბოლო მებრძოლს უყურებთ უკვე თქვენ მარნეულის გუნდიდან. დრო წუთნახევარია დარჩენილი. ვიაჩესლავ კოპოვი. ისევ გადაყავს ახლა ზურგის აღების პოტენციალი დაიღო ზურგი. ნახე შიგნიდან ხელის კონტროლს გეგმავს გააბტყელა კი ბატონო უსად არის ემბე მაგრამ კარგი ემბე რო არ არის ახლა აქვს კარგი თავი უნდა აწევინოს და მარტივი მახშოველა გამოვა შუბლიდან და ხელზე შეუყარა ეგარი ელვისი სრაფით ფრიცხელიანს მიაქვს სახში ხელი და გამარჯვება თავისი გუნდისთვის ოფიციალურად გაიფორმა ელვისებრის ისრაფის არმბარით შვენიერი ზურიმ შეტევები დაამთავრა ეს შერკინებაც და ზოგადად ეს გუნდური შეჯიბრებაც კაპიტანი კი შეჯიბრის გარეშე დაგვრჩა თუმცა მაინც ინერვიულა გაოფლიანდა გუნდას თხოვს საშთან მიდით დავიცვათ ფორმალობა მაშასე მიბრძანდით ამ უსაინტერესო და უსანახაობრიეს ორთა ბრძოლებში გამარჯვებულია Warriors თბილისი მე მინდა გუნდს მარნეულიდან უღრმესი მადლობა გადაუხადოთ და ასეთი სანახაობრივი ბრძოლისთვის, ასეთი თავდადებისთვის აპლოდისმენტებით მინდა გავაცილოთ ისინი. ბექა მოდი. თუ არ გაჭიდავთ, გავაპარაკებთ მაინც.
ზოგადად როგორი კმაყოფილი ხარ თქვენი დღევანდელი პერფორმანსით? გეგმით მოხდა ყველაფერი თუ ექსპონტად მოგიწიათ რაღაცა გადაწყვეტილებების მიღება? მოგვიყევი, როგორი კმაყოფილი ხარ ყოველივეს გამოსვლით და გეგმა გქონდა თუ არა რომ ასე ცივად დაგემთავრებინა დღევანდელი საღამო? პირველ რიგში მოგესალმებით ყველას, მადლობა მობრძანებისთვის. ნუ პირველი მონეტა ვისხარე საوردებოდა, მაინც სუბუქწონებზე ვიყავი შედახმებული ორივე მხარე, მაგრამ მანუჩარა ისეთი რაღაც გააკეთა, ორი ჭიდაობა ზედზედ რომ მოიგო, გეგმას გადავწით, მაგრამ მაინც გეგმის მიხედვით დავამთავრეთ ჩვენი ჭიდაობა. ზურის კი ბრავო, ძალიან კაი ჭიდაობა იყო და მადლობა ბიჭებს. მე არ დავცალდა, მაგრამ შედეგში ალბათ მეც მოვიწე ჭიდაობა. შესანიშნავი. ძალიან სანახაობრივი ჭიდაობები იყო ნახდათ. და რავი, ფაით პიტიც ვერ ეყო თამჯერად. წინათ კი გამოიყენეს ყველა სივრცე, ახლა ზურის ვერ ეყო. საჭიდაო სივრცე გასცდა მას. რაც თავარია, ტრავმის გარეშე შემოხდა ეს ყველაფერი. კიდევ ერთხელ Warriors თბილისი მიულოცოთ გამარჯვება! მეგობრებო, ეს მეორე გამაგრებლინგის გუნდური შეჯიბრი ჩვენ ერთ თვეში შევხვდებით, მე მგონი გაასწორა, ძალიან საკაიფო ჭიდაობები იყო, სანახაობრივი რაც თავარია და სულ ერთ თვეში იგივე fight pitch-ში შევახვედრებთ კიდევ გუნდებს, რომელიც დაკავებულები არიან ბრაზილიური ჯიუ-ჯიტსუთ, ჭიდაობით, ნებისმიერი სახის და გავარკვევთ, ვინ არის მათ შორის უძლიერესი. შეხვედრამდე დასრულდა დღევანდელი ივენთი, როგორც მაესტრომ გითხრათ, ერთ თვეში კიდევ ვიხილავთ გრეპლინგის დაპირისპირებებს გამა ფაით ჰოლში, ქსნის 2 ნომერში. მანამდე შეგახსენებთ, რომ 18 ოქტომბერს გაიმართება გამა ცხელი ძაღლი და 25 ოქტომბერს გამა MMA 3, სადაც ბოჭორიშვილი მაგალითად, კაცი რომელიც დღეს ვიხილეთ, Warriors-ის გუნდში იჩხუბებს MMA-ის გალიაში. თქვენთან ერთად თეო მამაცაშვილი და გიორგი ბუჩუკური ვიყავით, შევხვდებით ზუსტად ერთ თვეში. მე მშვიდობებით.